და ხელისუფლებას ვიმართო, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ და ჩაერევიან ამ საკითხში. ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. აი, როცა დავით მეფეს უნდოდა კიდობნის გადმოგზანება იერუსალიმში, ამ კიდობანს ურემზე იყო ეს კიდობანი და ეს ურემი გადაიხარა. და ერთ-ერთმა ებრაელმა, უზა ესე არის მოხსენებული სახელი მისი ბიბლიაში, ხელი შეაშველა რო არ წაქცეულიყო და იქვე მოკვდა. და მოკვდა იმიტომ, რომ ის არ იყო ლევიტელი, ანუ ლევიტელებს ევალებოდათ მსახურება ამ კიდობნის. კიდობანი არის დღევანდელი ტაძრის წინასახი. და ანუ ვისაც არ ევალებოდა მსახურება, იმან თუნდაც კეთილი განზრახვით შეეხო, იმას რის უფლებაც არ ქონდა და სიკვდილი დაისაჯა. და დღეს ვინც ეკლესიას ეხება იმ სფეროში, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია და არანაირი უფლება არ აქვს, თუნდაც კეთილი განზრახვით იყოს, ის სასჯელს მიიღებს. ამიტომ მინდა ხელისუფლებას ვიმართო, რომ გონს მოეგონ და ჩაერევიან ისეთ საქმეში, რაც მათი სულისთვის 100%-იანი მომაკვდინებელი იქნება.